მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ რა ახალი ეტაპი იწყება თქვენ ცხოვრებაში. აქ მე მინდა შევეხო ფინანსებსაც, კარიერასაც და რა თქმა უნდა ურთიერთობას, ხო? პირველ რიგში მოდით ახლა ვნახოთ ვინ მოვიდა ჩემთან ასეთი მშვენიერი და კარგი დღეს გაშლაზე. ჯერ ეს ვნახოთ და მერე უკვე კითხვებიც რა თქმა უნდა დავსვათ, ხო? ყოველთვის მე ვფიქრობ საინტერესო არის საერთოდ თქვენზე გაშლა, ვიდრე თქვათ ახლა პარტნიორი რას ფიქრობს და რას გრძნობს, ესეც კი კაია ზოგჯერ, მაგრამ უფრო თქვენზე უნდა იფიქრო, თქვენ შინაგანად როგორც ხართ, ისე იქნება ყველაფერი. ნახოთ თქვენ როგორ ხართ. ძალიან კარგად ხართ, მშვენივრად კარგად ხართ. აქ ახლა არის გოგო, რაღაც სასწაულის ზღაპრული ადამიანი რა. ადამიანი მხიარული, ადამიანი სამართლიანი, ადამიანი რომელიც ანათებს, ადამიანი რომელიც ჩანს, ადამიანი რომელსაც უყვარს და ანუ თქვენ ახლა ისეთი ტიპი ხართ, რომ მართლა ძალიან უყვარ ხართ ბევრს და რატო იცით, აი აქ უეჭველი ცხრიანი ახლა თასების როცა არის ადამიანზე და მით უმეტეს მზის არკანი გვერდით და პლუს კიდე სამართლიანება, აქ უკვე შეიძლება იმდენიერი ილაპარაკო ადამიანზე, რომ რა გითხრა, ბევრ რაღაცას მიაღწიეთ, ბევრი რაღაცები განცდებიც გქონიათ, შეიძლება ზოგი იყო კიდევაც კორწინებაში, შეიძლება ხართ კიდევაც, მაგრამ აქ უფრო ვეტყოდე რას, აქ თქვენ ახლა ტკბები თქვენი ცხოვრებით. აი ამას გეტყოდეთ უეჭველი, იმიტომ რომ როცა მზის არკანში ხარ, კი, თქვენ გაიარეთ რაღაცა სერიოზული ტრანსფორმაცია, ნამდვილად ძალიან სერიოზული. გადახედეთ თქვენ ცხოვრებას, გადახედეთ ურთიერთობას. აი ყველანაირი ანალიზი გააკეთეთ იმისი, რომ თქვათ რა მინდა, მაგ თქვენ გინდათ რომ რაღაცა შეიცვალოს თქვენს ურთიერთობებში სხვათა შორის და საერთოდ ახლა ვეტყოდე ამ შემთხვევაში მე ახლა თასების ორიანს წავიკითხავდე აქ დაჟე როგორ იცით ყველაფერში მინდა რომ მოხდეს ცვლილება, იმიტომ რომ აქ არის ბედის არკანი რა გვერდით და რა თქმა უნდა ანუ ყველაფერი მინდა შევცვალო, იმიტომ რომ თქვენ თვითონ რაღაცა ისეთი ენერგიებით ხართ აღჭურვილი, ისეთი ენერგიები არის თქვენში რომ ანუ აი შეიძლება მართლა გეუბნეთ, აი თქვენ თავთან იჯეკით და თქვენს თავს ალბათ ელაპარაკეთ და მივხვდეთ რომ მე ახლა ყველაფრის კარგი ზღირსი ვარ, ნამდვილად რა. აქ თქვენ რაც არ უნდა ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში, ყველანაირად თქვენ აი როგორ ხართ იცით, აი რუსულად კარგად მომდის სიტყვა, კაი. ანუ არ გახდით ნიზეჩირსთველი რა, ანუ არ გახდით რაღაცა სუხარი რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ არ გახდით ადამიანი, რომ არ გაგიხმათ რაღაცა, ვთქვათ, გული, სული, ანუ პირიქით რა. ანუ ეს რაც გაიარეთ თქვენ ყველანაირად, ყველაფერი თქვენ თავს აუხსენით და შედეგი გამოიტანეთ და ეხლა თქვით, რომ ყველაფერი მინდა სხვანაირად იყოს ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი აბსოლუტურად. იმიტომ რომ მე უკვე არავის კი ბატონო, არავის არ მივცემ მე უკვე იმდენ თქვათ, ანუ არ გაუშვით ჩემს გულსულს რა შეგეტყვით ახლა ნახეთ. ანუ თუ დაუშვათ თქვენ იყავით ადამიანი, რომ აი ეგრევე ყოველას უნდა დავეხმარო, ყოველას რაღაცა უნდა გავუკეთო, ყოველაზე რაღაცა ნერვიულობ. აი ახლა თქვენ როგორ ხდით? მე თვითონაც ვარ ის ადამიანი, ვისაც სჭირდება ჩემი თავის დახმარება, ჩემი თავის. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი რა. იმიტომ რომ თქვენ ხართ როგორი პიროვნება ახლა იცით, აი ძალიან მასშტაბური, ძალიან საჭირო, ძალიან კარგი ხართ, მაგრამ აი ეხლა რაღაცა ისეთი შეიცვალა თქვენში, რომ რა ვიცი, რა გითხრათ კი. სიყვარულს თქვენ აი აძლევთ ბევრ ადამიანს, ნამდვილად. გეუბნებით, აი даже თქვენ თუ დაშორდეთ ადამიანს, თქვენ არა გაქვთ გულში რაღაცა, აი თქვა სიძულვილი, რაღაც ეგეთი თემები, არაფერი არა გაქვთ. მაგრამ აქ ბევრი შეიძლება ისეთი გოგოც იყოს, ვინც ელოდება ახალ სიყვარულს. კი ბატონო, შეიძლება იყოს აქ ახლა ვინმე ელოდება თავის თქვათ პარტნიორს, რომ დაბრუნდეს, ვინც მას უყვარს, მაგრამ რაღაცა განახლებული ენერგიებით, კი ბატონო. იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, შეიძლება აი კიდე საჯარო გაშლა, ამიტომ რამდენიმე ვარიანტს გეტყვით რა. აქ ბევრისთვის როგორი ინფორმაცია იქნება, კი მენატრება, კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ აღარ ველოდები მისგან არაფერს. აი ესეც არის, აი აქ იცით რატო? იმიტომ რომ აღარ მინდა გული მეტკინოს, აღარ მინდა რა, უკვე იმდენჯერ მეტკინა, იმდენჯერ
რომ აი ნამდვილად არ მინდა. აქ როგორი სიტუაცია იცით, აგიხსნით, რომ ადამიანი, აი ქალი მინდა პროსტა ეს დედოფალი გამოვიდეს, რომ ანახონ როგორი, იმიტომ რომ თქვენ ისტორიას კი მიყვებიან, აქ ძალიან კარგად რა, ნუ აი რაც მოგიყევით, პრინციპში კი აქ მამაკაცის თემა, ნუ არის, აი აქ ახლა პენტაკლების დედოფალი გამოვიდა, რომელმაც კი ბატონო დასვა წერტილი. და ანუ ისტორია ასეთი გეტყვით, ახლა ვისთვის იქნება ახლა ეს გაშლა, რომელსაც ახლა გავაკეთებ თქვენთვის. ანუ გოგო, რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი რაღაცა. ძალიან ბევრი ტკენა ქონდეს. შეიძლება ბიჭებო თუ უყურებთ, თქვენთვისაც შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. მაგრამ უფრო გოგოებზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ორიენტაცია მაგ გოგოებზე ამ წუთში. ეხლა ნახეთ რა ხდება. ბევრი რაღაცები გქონდათ გულში, ბევრი რაღაცა ისტორიები შეიძლება გქონდათ. შეიძლება ზოგს ერთი ისტორიაც გქონდა, მაგრამ ეს ძალიან იყო როგორ იცით მტკივნეული. შეიძლება აქ დაშორება მოხდა, რომ თქვა ადამიანი სადღაც წავიდა, თქვენი ადამიანი თქვა და ამით ეხლა ნუ ან დასრულდა სიტუაცია, ან ჯერჯერობით კიდე ზოგს შეიძლება აქვს სადღაც გულში ეს სიტუაცია, ხო? მაგრამ თქვენ აქ თითქოს აი მაშინვე მაჩვენეს რომ თქვენი თავი აერჩიეთ, რომ აი აქ არის როგორ იცით ადამიანი გაბოროტებული რო არ არის რა. ანუ მადლობა ვუთხარი იმას, რაც იყო, ძალიან კარგი კი ტკივილიც მქონდა, ნერვიულობა მქონდა, უძილოღამებიც მქონდა, ყველაფერიც მქონდა აბსოლუტურად, მაგრამ ეხლა დავსვი წერტილი და ვიფიქრე, რომ არ მინდა რომ ვინერვიულო არაფერზე რა, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ნერვიულობას არაფერი კარგი არ მოაქვს ნამდვილად რა. და ამიტომ პრინციპში ახლა შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი აქ რაღაც ძალიან უფრო თქვენი თავი შეიყვარეთ და ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ენერგია, ასეთ ენერგიაზე რა თქმა უნდა, უკვე სხვა სიტუაციებიც მოვა. იმიტომ რომ მაგარი ძალიან მომეწონა, კარგი ენერგიები გაქვთ. მთავარი არ იყოთ გაბოროტებული, მთავარი აი ეს წყევლები და რაღაცები და ეს უტვინოა და ისეთი, იცით რა არის, მიეცით უფლება იმ ადამიანს იყოს ისეთი როგორიც არის. მადლობა უთხარით გულში, რომ იყო თქვენ ცხოვრებაში და გაუშვით. თუ დაუშვით, თქვენ ახლა გაქვთ რამე თქვა, ნუ დაშორდით ან რაღაცა პაუზა, ნუ არ ვიცი, რაღაცა ისეთი მომენტები თუ გაქვთ, ხო? აი მაგაზეც არ ენერვიულობთ, იმიტომ რომ ეს პაუზები აუცილებელი არის. აი ძალიან აუცილებელი არის იმისათვის, რომ რაღაცა იმანაც გაეგოს, თქვენც გაეგოთ. თუ არის ეს მართლად ამ ისტორიას თუ დაუშვით, გაგრძელება, ყველა ვარიანტში გაგრძელდება ეს ისტორია, რაც არ უნდა იყოს, რამდენჯერაც არ უნდა გითქვათ, რომ არა, აღარ მინდა მორჩა და საერთოდ არ მაინტერესებს, მაინც არის. ნუ ეხლა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც უკვე 1-20 წელიწადი მაინც ვარ ურთიერთობებში, ხო, ამ თემებში. ნამდვილად არის და იმას რა თქმა უნდა ყველა სიტუაციას აქ ახსნა რატომ ნუ ეს ამას ახლა მე ნამდვილად აქ ვერ საჯაროდ არ გავაკეთებ ეს მხოლოდ პირად კონსულტაციაზე, იმიტომ რომ იქ როგორც ყოველთვის გეუბნებით ბედის მატრიცასთან ერთად ვიხილავ, იმიტომ რომ იქ არის პროგრამები თქვენი სულის, რას გადიხართ თქვენ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თორე რამდენიც გინდა აფირმაციები გააკეთე, მედიტაციები გააკეთე, აი 1000 რაღაცა რაც გინდა გააკეთე, თუ შენ არიცი მიზეზი, თუ შენ არიცი შენ პირადად რა გიშლის ხელს, აი ვერაფერს ვერ გახდები, დამიჯერეთ რა. შეიძლება ჩვენ ახლა აი ასე მოусმინოთ, თქვათ, ახლა გინდა საჯარო გაშლა, გინდა ის, ანუ ეს ძალიან მაგარია ყველაფერი, მაგრამ თუ გინდა ახალი ცხოვრება გქონდეს, ხო, ჯერ პირველ რიგში უნდა იცოდეთ პირადად შენზე ყველაფერი და იცოდეთ რომ ყველაზე კარგი არის საერთოდ ფინანსების ჩადება შენს თავში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ აი ელემენტარული, თუნდაც აი თვითფრინავში რას ამბობენ? ჯერ დედამ გაიკეთოს ნიღაბი და მერე გაუკეთოს შვილს, იმიტომ რომ შენ თავს უშველი, მერე ყველას უშველი. ეს აქსიომა რა. ამიტომ ჩემო ლამაზებო, არ დაიშურო და ყოველთვის თქვენში ჩადეთ, თქვა ფული იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ თქვენზე, მე ვინა ვარ, მე რას ვაკეთებ და მერე უკვე კარგი იქნებით თქვენი შვილებისთვის, თქვენი პარტნიორისთვის, თქვენი ახლობლებისთვის, სულ ყველასთვის რა. იმიტომ რომ როცა იცი შენ დაუშვით, რაზე უნდა მიაქციო ყურადღება და ასე შემდეგ, შენი ცხოვრება რა უფრო დალაგებული იყოს, აი ნამდვილად მერე ადვილია ცხოვრება. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა ახალი ეტაპი იწყება ახლა შენს ცხოვრებაში. აი ვნახოთ ახლა. ვნახოთ როგორი სიახლე იქნება სიყვარულში, ხო?
როგორი აისახება ეს ფინანსებში. ვნახოთ, აი რა უნდა გააკეთო შენ ახლა, აი ახლა რა უნდა გააკეთო შენ, აი ახლა, იმისთვის რომ უფრო კარგად იყოს ეს ყველაფერი და ვნახოთ რა გიშლის ხელს ამ ეტაპზე სრულად მიიღო აი ეს ახალი ეტაპი რომ მიიღო, რა გიშლის ხელს ნახოთ და რა შედეგი გექნება უახლოს მომავალში. Ну, ნახოთ, თუ დაგჭირდება კიდე კითხვები დაგვესვა. ახალი გზა, ისევ მაჩვენებენ ახალი გზა. აი თქვენ ნამდვილად მიდიხართ რაღაც ახალ გზაზე, ახალი სიყვარული, აქ ექნება ნამდვილად ვიღაცასთან სიტუაცია, როცა არ გამიკვირდება გოგოებო, რომ ვიღაცას ახალი, ვისაც აქტუალურია, ვისაც აქტუალურია, რომ თქვენ აი აქ სადღაც შეიძლება და ინტერნეტ ციფრში გაიცნობთ, ну, შეხვდებით ახალ სიყვარულს. იმიტომ რომ თქვენ თვითონ გადადიხართ სხვა ეტაპზე, პლუს კიდე ზოგისთვის თუ სიყვარული არა, თქვენი თვით შეყვარება მიგიყვანთ თქვენ იქამდე, რომ თქვენ რაღაც ანიჭი გაიხსნება, ან თქვენ ბევრი ადამიანის საჭირო იქნებით, ხო? ან ну რაღაცა თქვენი ვარსკვლავი აინთება თქვენს გზას იპოვით, თქვენ უეჭველი 1000%-იანს გეუბნებით, იმიტომ რომ აი ეს თქვენი ტკივილი, რაც თქვენ გაიარეთ რა, რამაც თქვენ გული გატკინეთ, ბევრ რაღაცას გასწავლეთ რა, ბევრი რაღაცა, ბევრი ცოდნა მიიღეთ. ძალიან დამიგჯერეთ, ნუ ასე არის ახლა ეს კი მეც კი გული მწყდება ხოლმე რომ ამდენი ტკივილი უნდა გავიაროთ ჩვენ, მაგრამ ნუ ეს ადამიანის ბუნება, ჩვენ ექიმთანაც არ მივდივართ, ძალიან არ გაგვიჭირდება, ხო? ეს არის აი ძალიან იშვიათად თუ დაუშვათ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს რომ რაღაცა ეთკინა და წავიდა ექიმთან, ხო? აი ოდნავ თუ რაღაცა, არა. ჩვენ სანამდე ძალიან ასე არ გვეთკინება, არ მივდივართ. ნუ აი ესე არის ადამიანის ბუნება და ამიტომ ყველაფერსაც გავდევართ ჩვენ, მით უმეტეს სულის გზაც ესე არის, ну, რაც არის. ნახოთ ახლა ჩვენ რა ახალი ეტაპი იწყება შენს ცხოვრებაში. ნახოთ რა ახალი ეტაპი იწყება. აჰა, რა ახალი ეტაპი იწყება და ის, რასაც შენ დიდი ხანი შეიძლება ელოდებოდე, შეიძლება შენ შორიდან უყურებდე, შეიძლება ფიქრობდე, რომ ეს საჩემო არ არის. არ ვიცი, რამდენად ღირსი ვარ იმისი, რომ ეს მოხდეს. თქვენ ეს ახალი ეტაპი კი არის, მაგრამ აქ არის როგორი მომენტი. თქვენ იცით ეგ შეიძლება თქვენში ეს დიდი ხანი იყო რაღაცა, აი შორს იყო, გაიგეთ, რაღაცა მიუცდომელი და თქვენ ამას უყურებდით. შეიძლება დაუშვოთ ახლა არაძლევდით თავს უფლებას, ხო? ანუ დრო არ არის, ხო? დაუშვოთ ფული არ მაქვს. აი ეტაპი რას ნიშნავს? როცა მე მინდა თქვა რაღაცა შევცვალო სიტყვაზე. ურთიერთობა დავასრულო მინდა, თუნდაც ახლა მაგრამ აი არ ვიცი, დაუშვოთ შეიძლება თქვა, ну, იყავით თქვენი პარტნიორი, გარჩენდეთ რა. ეხლა რანაირად გავიდე, ხო? ეხლა იმიტომ რომ ჯერ ფინანსურად ცოტა ვერ ვდგავარ ფეხზე, დაუშვოთ ეს. მაგრამ ეხლა გადაწყვეტილება მივიღე, რომ всё უკვე ვფიქრობ, რომ უნდა გავაკეთო ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ დიდი ხანი პენტაკლების საერთოდ რაინდი ну აქ თუ სხვანაირი კიდე აქ ამაგას არის ცოტა ისეთი აი ნელი ენერგია რა და ანუ ეს უბრალოდ თქვენ რაღაცა შანსი დაინახეთ, რომ ეხლა უკვე შემიძლია. დაუშვათ სამსახური მინდა შევცვალო, ხო? აქამდე თქვათ ეხლა ვერ ვაკეთებდი მაგას, იმიტომ რომ სტაბილურობა იყო და ამიტომ მე დაუშვათ ეხლა ვერ წყვიტავდი თქვათ იმას, რომ აი ეხლა დაუშვათ ნაბიჯს გავაკეთებ და წავალ თქვათ ეხლა ახალ სამსახურს ან იმას რაც მე მიზიდავდა აქ ნახეთ პენტაკლი როგორ არის აი აქ ნახეთ რომ მზესავით არის ანათებს ანუ ეს ან შეიძლება თქვენ დაუშვათ ახალი ეტაპი თქვით რომ მე უფრო კარგი ცხოვრება მინდა ხო უფრო მეტი მინდა შემოსავალი მქონდეს ან შეიძლება თქვით რომ მე მინდა რაღაცა ვისწავლო ახალი ну ეს ყველაფერი ეს ახალი უბრალოდ ახალი ეტაპი ზუსტად მაგას გვეუბნებიან ჩვენ რომ იმას ვაკეთებ რაც მე მინდა რაც მე გამახარებს, რასაც მე არ ვაძლევდი უფლებას, რაც მე მასიამოვნებს პირველ რიგში, აი იმ ნაბიჯს გავაკეთებ ნამდვილად აი ეს ახალი ეტაპი, კი. იქ სადაც მე ვიქნები დაფასებული. Ну შეიძლება აქ სიყვარულის თემაც იყოს, იმიტომ რომ ეგრევე გამოვიდა აქ ახლა რაინდი იმისი კიდე იმაზე პენტაკლების რაინდზე გამოვიდა კიდევაც თასების რაინდზე. შეიძლება ზოგისთვის არის ახალი ეტაპი, თუნდაც ახლა სიყვარული
სიყვარულში, ურთიერთობაში, სადაც აქ კიდე გვაქვს ახლა მარკანი სიყვარულზე კიდე უკვე ვნახავთ, მაგრამ პირველ რიგში აი აქ მე ვეტყოდი, რომ ახალი ეტაპი, სადაც თქვენს თავს თქვენ თვითონ დააფასებთ, თქვენი ფასს გაიგებთ თქვენ, რომ უკვე აღარა ხართ თქვენ იმ დონეზე, რომ თქვათ ეხლა მოვიქცე ისე, როგორც ადრე ვიქცეოდი, ხო, დაუშვათ, თუ თუნდაც ეხლა ურთიერთობაში თუ ვინმემ რაღაცა თქვათ ახალი გავიცანო, უკვე იმ ძველ სცენარის არ გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე აი შეიძლება ფიქრობდით თქვენ, რომ აი ასე მოვიქცეოდი, ისე მოვიქცეოდი, მაგრამ არ იყო რაღაც. ახლა აქ იცვლება. აქ არის აი რაღაცა პლუს კიდე. ეს იქნება ძალიან შეიძლება ზოგი იქნება სიტყვის ახალი ეტაპი კიდე რა. დაუშვათ თქვენ უფრო თუ არაფერს არ ცვლით და არაპირებ თქვა თქვენ საქმიანობას თუ ეხება, ნახეთ, აქ შემიძლია ვთქვა, რომ კი, მე ვრჩები იქ, სადაც მე ვარ, მაგრამ უფრო მინდა გავაუმჯობესო ის სიტუაცია, რომელშიც მე ვარ, დაუშვოთ, ხო? ეს ნებისმიერ თემას შეიძლება შეეხოს. ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ აისახება ეს სიყვარულზე, ხო? სიყვარულზე ძალიან მაგრად აისახება, შემიძლია გითხრათ. აქ ახლა ნახეთ, აქ არის თქვენ ყველა ვარიანტში, აი აქ თუ დაუშვათ, იყო აქ მომენტი კიდე, ნახეთ, დაუშვათ მარტო იყავით და არ ყავდეთ პარტნიორი სიტყვაზე, მაგრამ ფიქრობდით. ან შეიძლება ისტორია გქონდეთ ისეთი, რომ თქვათ ახლა არ აძლევდეთ თქვენს თავს იმის უფლებას, რომ დაუშვათ ახლა დავიწყო ახალი ურთიერთობა. ყველას თავისი მიზეზი აქვს, ხო? მაგრამ აი აქ თქვენ პრინციპში შეიძლება წახვალთ იმ რისკზე და იტყვით, რომ აბა მოდი სინჯო იქნება და კიდე შემიძლია, რა არის იქ ისეთი, ხო? კიდე აქ ახლა სიყვარულში როგორ აისახება, რომ ზოგთან აქ უფრო ახალი პარტნიორი მოდის რა, გეუბნები ძიოჭკი. აი თუ მეტყვით ახლა არ მინდა ეს ახალი, მინდა ძველი, რა გიყოთ ახლა აქ არის ეგეთი თემა. ამიტომ ახლა ნამდვილად აქ ახალი და არის გვერდხების რაინდე, ხო? შეიძლება დაუშვათ და საჯარო გაშლა არის, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ არ უყუროთ, თქვათ ახლა ამ და უყუროთ სხვას. ნახეთ რა ხდება, სხვას რას ვიძახე, სხვა პოზიციებს. აქ ნახეთ, ახალი რა შემოდის, კიდე ახლა გეტყვით სიყვარულში როგორ აისახება. გოგოებო, ვინმესთვის შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, ნახეთ, შეიძლება, იმიტომ რომ გამოვიდა მე-13 არკანი და იმის გვერდხების მეფე, ამიტომ ზოგისთვის, რა თქმა უნდა, იქნება სიტუაცია, რომ თქვათ, ადამიანი განახლებული მოვიდეს თქვენთან, თუ დაუშვათ დიდი ხანი არ ელოდებით, ეს ძალიან პატარა პროცენტს, მაგრამ აქ უფრო მეუბნებიან, რომ რაღაცა თქვენ თვითონ სიყვარულში იქნებით სულ სხვანაირი. აიცით როგორია, არ მინდა სირთულეები, არ მინდა, უფრო ჭკვიანურად მოექცევით. ნახეთ, დაუშვათ ახალი ადამიანი თუ შემოვიდა თქვენთან ცხოვრებაში, ხო? თქვენ უკვე აი აქაც თქვი ძველებურად თქვენ უკვე არ მოიქცევით, სხვანაირად მოიქცევით. ის სცენარები, რომელიც თქვენ გქონდათ ადრე, თქვათ ახლა როცა ადამიანს გაიცნობდით, ხო? აქ არ იქნება, ეს უკვე დასრულდება. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ჩართავთ, ახლა ნახეთ აქ როგორ ლამაზი კურუმი არის. აქ თქვენ ჩართავთ ინტუიციას, თქვენ უკვე აღარ დაიწყებთ, თქვათ, აი ძალიან ის კომუნიკაციას, ხო, როგორც ადრე იწყებდით. კი, არა, არ დაიწყებთ. კიდე არის აქ ერთი მომენტი, გოგოებო, თუ სანამ თქვენ კიდე აქ როგორც მითითება ისეთი, თუ დაუშვათ თქვენ გინდათ ახალი ურთიერთობა, ერთი რამე დაემახსოვრეთ, სანამ თქვენ არ დაასრულებთ სრულიად ამ ახლა ურთიერთობას თქვენ ადამიანთან, ვინც ყავთ კიდე თქვენ აი აქ თავში, ხო? ვიზეც თქვენ ფიქრობთ, ახალი ურთიერთობა აქ არ შემოვა. ეგაც იცოდეთ რა, ახალი კომუნიკაცია არა, მაგრამ უმრავლესობისთვის იქნება ეს თემა, რომ თქვენ თვითონ არ ვიცი, შეიძლება ზოგი თქვათ, ეხლა ყოფილ პარტნიორთანაც დაუშვათ, დაიწყებს ურთიერთობა სხვანაირად.
სხვანაირად, მაგრამ თქვენ განახლებული ხართ აქ და ამიტომ უკვე რაღაცა ბევრი რამე იფიქრეთ და მივხვდით, რომ ასე არ მინდა როგორც იყო. ნუ ჩვენ სიგნიფიკაცია ძალიან მაგარი იყო და მივხვდით, რომ აქ ახლა ძალიან სხვა თემაა. ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ როგორ ეს აისახება ფულში, ფინანსებში. აქ ახალი გზა იქნება, ნახეთ, ძალიან მაგარი არკანი არის. აქ ახალი რაღაცა იქნება. თქვენ აი აქ შეიძლება თვითონაც სხვანაირად უკვე ვფიქრობთ ფინანსებზე. შეიძლება თქვათ ზოგი აირჩევს სულ სხვა გზას. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენ უკვე აქ რაღაცა სხვანაირი, შეიძლება ზოგს ორი წყარო გქონდეს. იცით რა იქნება, აქ ფინანსები წამოვა, მასშტაბირობა მოხდება, ნახეთ ახლა რა ხდება. შეიძლება აი სხვანაირად მიუდგებით თქვენ ფინანსებს. შეიძლება თქვენთან ფინანსები წამოვა, ნუ დაუშვოთ ზოგისთვის ბანალური, წახვედით საზღვარგარეთ, იქიდან უკვე გექნებათ შემოსავალი, იმიტომ რომ 21 არკანი, სამყაროს არკანი შეიძლება მაგაცაც გვეუბნებოდეს, რომ თქვა თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, წახვედით საზღვარგარეთ და იქიდან უკვე სხვა შემოსავალი გექნებათ. თუ დაუშვათ ეხლა თქვენ მუშაობდით, შეიძლება ოფისში, ეხლა დაუშვათ ოფლაინ გადახვედით და უკვე ონლაინ გადახვედით და თქვათ ონლაინ აიღეთ. ან ონლაინ თუ მუშაობთ, უფრო მიიღებთ თქვათ იქიდან შემოსავალს. ხო, ნუ შეცვალეთ რაღაცა. კიდე შეიძლება აქ როგორი მომენტი იყოს, რომ ანუ დაუშვათ რამდენიმე წყარო გექნებათ რა. აქ თქვენ ალბათ შეიძლება როგორი მომენტი არის, იცით? ისეთი არის აქ არკანი, რომ შეიძლება ადამიანი რაღაცას აი განახლებული თქვენ რაღაცას გაუშვოთ სამყაროში, აი ეს იქნება თქვენი განახლებული შემოსავალი. რაც ჩაიფიქრეთ, ვინც იყავით ჩემთან ტრენინგზე, თქვენთვის უეჭველი არის ეს. სულ მალე გავაკეთებ იმას, რა ქვია, ტრენინგს ფულზე, ვიცი რომ ველოდებით, მაგრამ აი აქ ნამდვილად თქვენ უკვე რაც გაუშვით, ნამდვილად ეს იქნება თქვენთან ნამდვილად ეს შემოვა რა. ანუ სხვანაირი რაღაცა მომენტი. კი, პენტაკლების დედოფალი, გამარჯობათ, ჩემო ლამაზო. კი, ნამდვილად აქ ეს მომენტი იქნება. თქვენ სულ სხვანაირი შემოსავალი გექნებათ, აბსოლუტურად რა, იცოდეთ, რომ ნუ ვინც აქამდე ახლა იცნო თავის თავი, კი არა ის თქვენთვის ახლა ეს. ახლა ხარ შეიძლება ისეთ პერიოდში, რომ ძალიან ნერვიულობთ თქვენ, რომ აი რაღაცა შეიძლება ვერ არის ისე, როგორც თქვენ გინდათ, თქვენ რაღაცა შეიძლება პრობლემები გქონდეთ ფინანსურები, მაგრამ ნუ ცოტა კი არა, ძალიან მაგრადაც იქნება, ახლა ცოტა გაჩერებული არის თქვენი აქ ფინანსური თემები, შეიძლება მოდის ცოტა რა, მოდის, ნუ მაგრამ უფრო მეტი გჭირდება და შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ არ ჩერდებით, მუშაობთ, რაღაცას აკეთებთ და ნამდვილად თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ნამდვილად გამოხვალთ და იქნება აქ შემოსავალი კარგი. და აქ შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ რა უნდა გააკეთო შენ ეხლა, რა არის, ანუ არ უნდა ერთ ადგილზე რო იტყვიან რა. არ უნდა იყო ერთ ადგილზე. პლუს კიდე აქ არის როგორ წინსვლა, აქ არის თუ დაუშვოთ თქვენ გაქვთ ბიზნესი, აუცილებლად იმუშავეთ თქვენ გუნდში იმუშავეთ, ხო? თუ დაუშვოთ კიდე რა უნდა გააკეთოთ, თუ ბევრი მოგზაურობა, თუ გინდა თქვა დაუშვოთ მოგზაურობა, ოცნებობდეთ, არ მიდიოდეთ, წადით. იმიტომ რომ ნამდვილად თქვენთვის ეს ძალიან კარგი. ანუ ერთ ადგილზე ნუზი ხართ. მოდით ასე რომ ვთქვათ, ერთ ადგილზე ნუზი ხართ, ეხლა რითიც ხართ, ეხლა თქვენ აი აქ ახალი გაქვთ შეფიქრებული რაღაც, კი. ანუ გამოაჩინეთ თქვენი ნიჭი, გამოაჩინეთ თქვენი ცოდნა. თუ მისაღებია მიიღეთ, გაეცით. ანუ აი რაღაცა ქმედება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ რაღაცა ცოდნა, ყველა ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერები, ყველას ჩვენ გვაქვს რაღაცა უკვე დაბადებიდანვე ჩვენში უკვე არის რაღაცა ისეთი, რასაც აი ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ უნდა გააღვიძოთ ეს თქვენში, როგორც მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, მე თქვენ არ გასწავლეთ, მე თქვენ გააღვიძებთ. ამიტომ გამოიღვიძეთ, თქვენ ხატვა გიყვარს, დაიწყე, ხო? ცეკვა გიყვარს, დაიწყე. ნუ სულ მაგას გეუბნებით, იმიტომ რომ ყველა ხართ უნიკალურები, ყველა ხართ ნიჭიერები. ყველა თქვენთაგანში ზის ძალიან აი მაგარი ძალა, მაგარი ნიჭი. უბრალოდ გააღვიძეთ რა თქვენში ეს და ნახეთ თქვენ რას მიაღწევთ რა.
აი ძალიან მაგარი არის აქ ხა პოზიცია, რომ შენი ნიჭი დაიწყე, იმოქმედე, აჩვენე სამყაროს ის, რაც შენ შეგიძლია და სამყაროს გიპასუხოს, იმიტომ რომ ფული და ფინანსები და აღიარება და ყველაფერი არის სამყაროს მადლობა. რასაც შენ გასცემ, იმას მიიღებ. გამიგეთ? თუ შენ გაქვს ცუდა ეხა ჩემთან მაგალითად ეხა მარატონი რო იყო ტაროზე, აი არიან უნიკალური გოგოები, აქვთ ცოდნა უამრავი, მაგრამ ზიან ასე თავისთვის. ეხა მე რა გავიგო სიტყვაზე, რომ შენ რაღაცა იცი. შენ შეგქონდეს მილიონი დიპლომი, როგორც აი აქ ჩემთან ნახატში, ხო? და დადებული იყოს აი აქ და არავინ არ იცის, თქვა შენი შესაძლებლობები, რანაირად მოვიდნენ ეს ადამიანები. შენ საჭირო ხარ. დაიწყე ნელა-ნელა, თუნდაც ცოტ-ცოტა რაღაცა დაიწყე, დაანახე ადამიანს, უეჭველე არიან ადამიანები, ვისაც შენი ცოდნა, შენი თქვა ნიჭი ჭირდება. ეს არის აქსიომა, დამიჯერეთ. რითიც არ უნდა იყო დაკავებული. აი არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც სახლებს ალაგებთ. დამიჯერეთ ძალიან რთულია, ნახო ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროფესიონალურ დონეზე დაგელაგოს სახლი. მე ღმერთმა მომცა კაი გოგო მყავს, თუმცა ერთი წელი კი არა, 2 წელი ალბათ ვერ ძებდე. ასეთ ადამიანს ერთგულს და ძალიან ისეთ მარჯვე გოგოს, მიხვდით? ძალიან მნიშვნელოვანია. Так, შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ესე იგი, რა გიშლის ხელს, რომ აი სრულიად ეს ეტაპი მიიღო, რა გიშლის ხელს, არაფერიც არ გიშლის ხელს, უბრალოდ უნდა მიიღო. უნდა თქვა, კი, ვიღებ. მადლობა სამყარო, მე ვიღებ. იცოდეთ ერთი რამე, რაც თქვენ მოგივიდეთ თავში, ხო? ნუ ჩვენ კაი სრულიებზე ლაპარაკობ ხა, ნუ პრინციპში ხა თქვენ რა უნდა გქონდეთ რაღაცა ცუდი, ხო? რაც თქვენთვის არის კარგი და რაც ახლა ნამდვილად არ ავნებს თქვა, ნუ სამყაროს, რასაც არ დაუშავებს, ხო? აი ეს მიიღეთ, ესე იგი ეს თქვენია, ეს ტყვილა უბრალოდ თქვენთან არ მოვიდა. ეხლა ყველას ჩვენ არა გვაქვს ის დაუშვათ სურვილი, რომ ნუ რაღაცა რომ მოდი შევქნა ეხლა მე რაღაცა თვითფრენავე, აი რაღაცა ისეთი რომ რა ვიცი, ხო? ან ნუ კიდე რა ვიცი რაღაცა. მაგრამ იმ ვიღაცას ხო მოუვიდა აზრად ის დამავიცა გვარი ის ორი ძმები რო იყვნენ, ვინც შექმნეს ეს საერთოდ თვითფრენავი, ხო? იმათ მოუვიდეთ აზრად. ტელეფონი, მობილური ტელეფონი, ხო? ჩვენ ყველა მაგას ვიყენებ, მაგრამ ვიღაცამ ხო, ვიღაცის თავში ეს ხო მოვიდა და იმ ვიღაცამ ხო განახორციელა ეს თავისი ოცნება და დღეს ჩვენ ნახეთ როგორ ყველას გვაქვს ეს საშუალება რომ გამოვიყენოთ ტელეფონი. ამიტომ თქვენს თავშიც რაც მოდის, არა აქ შეიძლება ესეთი მასშტაბური არ იყოს, როგორც იმ ადამიანებს გქონდათ, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ საჭირო ხართ. ნუ იმას შვებით, რა ქვია, გაუფასუროთ თქვენი თავი. ვოთ. მიხვდეთ? კი, აი გააქვს შენ არაფერი, აი აბსოლუტურად რა გიშლის ხელს, მხოლოდ შენ თვითონ შეიძლება შანსი გეძლება გამოიყენე. და შედეგი რა იქნება უახლოს მომავალში? ანუ შენი პრობლემები დასრულდება. დასრულდება, რა შედეგს მოგიტანს. დასრულდება, კი. ყველანაირად, აი, რაზეც შენ ოცნებობდე, რაზეც შენ ფიქრობდე, რაზეც შენ ახლა გინდოდა გულით სული, ეს იქით იცით როგორი თემა არის რა. სერიოზულად ძალიან ნუ მიიღებთ ამ ყველაფერს რა. აი, ბავშვურად. აი, ცოტა ბავშვის პოზიციაში შედით რა. ბავშვი როცა მოდის თქვენთან და გეუბნება, რომ დედა, მე მინდა ეს თოჯინა. ან დედა, მე მინდა თქვა ეს რა ვიცი ბიჭებმა თქვა, რას ეთხოვენ ახლა, თქვა ის რა ქვია, მანქანა სიტყვაზე, ხო? ის ხო არ უფიქრდება იმან რომ დაინახა ან ვიღაცასთან, ან ტელევიზორში, ხო? დაუშვათ. მე მინდა ეს. აი ეს მიყიდე მეც, ხო? ის არ გეკითხება შენ რო თქვა, ეხლა შენ გაქვს თუ არა გაქვს ფული. მოუნდა სამყარო არის. დაუშვათ ეხლა ეს ეკრანი მისთვის, ხო? სადაც დაინახა, ან ეს მაღაზია, ან რაღაცა, ხო? ეს არის მისი სამყარო. ხო არის ბავშვთა სამყარო, მაღაზია ეს ქვია, ხო? ბავშვმა დაინახა, მოუნდა, ის არ ფიქრობს როგორ, რანაირად, ვინ მომცემს, სად ვიშოვო ფული, ის ამბობს, ეს მინდა. და რა თქმა უნდა, რა შობა დედა,
რაც არ უნდა იყოს, მაინც დღე იმ წუთში თუ არა, მაინც ეს გულში უდევს რაღაცა ნერვიულ და მაინც ბავშვს მე ახალ წელს მაინც აჭუყებს შეიძლება, ხო? თუ ძალიან ისეთი მაგისთვის კოსმოსური იყოს, მაგრამ მაინც აუსრულებს, ხო? შეიძლება იტყოს, რომ აი ახალ წელს თოლის ბაბა მოგიტანს, ხო, სიტყვაზე. ეს ასე მუშაობს სამყაროც. ჩვენც ვართ ასეთი პატარა ბავშვები სამყაროსთვის. უბრალოდ ითამაშეთ, თქვით, რომ სამყარო აი ეს ბინა, ეს სამსახურე, ეს თქვათ რაღაც რა ვიცი რა და არა მხოლოდ მინდა, ეს უკვე ჩემი, იმიტომ რომ ბავშვი რო უყურებს იმ თოჯინას, ის უკვე მისია. გამიგეთ? აი დააკვირდით აი ბავშვს თუ აი თქვა შვილები რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, თქვა ძიშვილები, ძმისშვილები არ აქვს მნიშვნელობა. დააკვირდით ბავშვს. ის როგორ იღებს? ის უკვე ჩემია. ის არ ფიქრობს იმას, რომ ანუ ეს ამ დეიდასე არის და იმ დეიდამ თუ მომცა, კაია. არა. დევს ეს იგი ჩემია. გაუშვით თქვენი ბავშვი მაღაზიაში, უთხრათ, მიდი შვილო, რაც გინდა ის აიღე. აი დაინახავთ რას ეზავს. არც ნუ ფასებს თავისთავად არ უყურებენ. რა თქმა უნდა. ამიტომ იოცნებეთ და მიეცეთ უფლება თქვენს და არ დაიწყოთ ახლა, ნუ მოერიეთ ეს თქვენში, მოერიეთ უფრო მსუბუქად, უფრო მხიარულად და ნახავთ თქვენ თუ არ მიიღებს სამყაროდან იმას, რასაც თქვენ სთხოვთ. აი ეს თქვენი სიახლე, თქვენი ეტაპი ახალი, რომ უნდა იფიქროთ სხვანაირად. თუ აქამდე მასე არ ფიქრობდით, დაიწყეთ მასე ფიქრი და ნახავთ თქვენ, რომ ძალიან ბევრი ლამაზი კარი გაგეღებათ. ისეთი, რომელიც თქვენ არც გეოცნებიეთ, ჩემო ლამაზებო, იმაზე даже უფრო მეტი და უფრო კარგი, ვიდრე თქვენ ოცნებ დამიჯერეთ. უბრალოდ ამას უნდა, ცოტა სწორი ფიქრები უნდა და ყველაფერი კარგად იქნება.